მოგესალმებით. დღეს მინდა ვუპასუხო ჩვენი ბლოგის მსმენელებს, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ, როდესაც საუბრობდი ჩეკისტებზე, კომენტარები მოგწერეს, ზოგმა საჯაროდ, ზოგმა პირადად და მიმაჩნია, რომ ეს არის საკითხი, რომელზედაც ღირს რომ ინტერაქციაში შევიდეთ, იმიტომ რომ ადამიანებს ბევრი მიზეზის გამო, ეს იქნება ისტორიული თუ პოლიტიკური მიზეზის გამო, ადამიანებს უბრალოდ აინტერესებთ ამებზე პასუხი. შეკითხვები იმგვარად დავალაგე, რომ ერთი ამბავი გამოვიდეს, ანუ უხეშად რო დავარქვათ, ჩეკისტები, იგივე შინსახკომის თანამშრომლები, აი ამ დიდი რეპრესიების შემდგომ. დიდი რეპრესიების პერიოდში ძალადობამ იმხელა მასშტაბებს მიაღწია, რომ შინაგან საქმეთა სახალხო კომისრები, როგორც რესპუბლიკურ დონეზე, ისევე მოსკოვში, ვეღარ აუდიოდნენ აი ამ წერილებს, რომელიც ციხიდან და წინასწარი დაპატიმრების იზოლატორებიდან მოდიოდა. ამიტომაც ისინი მიხვდნენ, რომ ეს ფიზიკური ძალადობა და პატიმრებზე იმხელა მასშტაბებს მიაღწიათ, რამხელასაც თავად არ ელოდნენ. უხეშად რო ვთქვათ, პროცესი რაღაც დონეზე გაექცათ. ამიტომ 1928-29 წლებში დაიწყო პირველი პროცესები, როდესაც შინსახკომის თანამშრომლები დააპატიმრეს. ძირითადი ბრალდება მათი იყო სოციალური სამართლიანობის დარღვევისათვის. აპატიმრებდნენ, ეს ნიშნავს, რომ ისინი არღვევდნენ გამოძიების პროცესში პროცესუალურ ნორმებს. გამოძიების პროცესში პროცესუალური ნორმების დარღვევაზე საქართველოში რამდენიმე ჩეკისტი დაიჭირეს. მახსოვს მაგალითად აფხაზეთში იყო ესეთი ჩეკისტი გრიგორიადი, ეთნიკური ბერძენი, რომელიც ამ პროცესების დროს დააპატიმრეს, რადგან მიაჩნდათ, რომ ის გადამეტებულად აქტიურობდა ადამიანების წამებაში და საჭირო ჩვენებების მოპოვებაში. მაგრამ აქ მივიღეთ მეორე სურათი, რომ რადგან სისტემაში ეს რეპრესიები მასობრივად იყო გავრცელებული და პრაქტიკულად ყველა გამომძიებელი იყო ამაში ჩართული, შესაბამისად გამომძიებლებმა ერთმანეთის წინააღმდეგ დაიწყეს აი ამ ცოდნის გამოყენება. თუ შინსახკომის რომელიმე განყოფილებაში არსებობდა კონფლიქტი მოადგილესა და ხელმძღვანელს ან სამმართველოს უფროსსა და მის მოადგილეს შორის, ყველამ დაიწყო ერთმანეთზე წერილების წერა, რომ ისინი გადამეტებულად ცუდად ექცეოდნენ დაპატიმრებულ ადამიანებს და ამ პროცესმაც იმხელა ხასიათი მიიღო, რომ რამდენიმე სიმბოლურად დაიჭირეს და თქვეს, რომ აქ უნდა გავჩერდეთ. აქ არის საინტერესო კიდევ ერთი დეტალი, რომ დაპატიმრებულებს მერე მიუსაჯეს რამდენიმე წლით შრომაგასწორების კოლონიაში გაგზავნა, მაგრამ რადგან შინსახკომის თანამშრომელი იყო, შრომაგასწორებით კოლონიებში უკეთეს პირობებში ამყოფებენ ვიდრე სხვებს. და როდესაც 1951 წელს უკვე ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის დაიწყო ომი, ბევრი მათგანი უბრალოდ ფრონტზე წავიდა საბრძოლველად. აქ არის მნიშვნელოვანი ერთი რამე, რომ თუ დანარჩენ შემთხვევაში პატიმრების გამოყენებას ამას ერქვა შტრაფბატი, ანუ საჯარიმო ბატალიონი, იგივე შტრაფნოე ბატალიონი, ამ შემთხვევაში ყოფილი შინსახკომის თანამშრომლები არა ესეთ ბატალიონებში გაუშვეს, არამედ პოლიტხემძღვანელებად გაუშვეს სხვადასხვა დანაყოფებში, იმიტომ რომ მაინც სისტემისათვის ეს ადამიანები სანდოები იყვნენ, იქ სასჯელი უცებ გააუქმეს და ბევრი მათგანი უკვე ომის შემდგომ თუ გადაარჩნენ ფიზიკურად, თავი აღიდგინეს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სისტემაში. მარტივად რო ვთქვათ, იმაზე ნაკლები ზიანი მიიღეს თავის თავზე, ვიდრე სხვებს მიაყენეს. ყველაზე მეტად აი ამ შინსახკომის და ჩეკისტების შესახებ დისკუსიები, აი როგორც იმის ატომური ბომბის ამოფრქვევის შემდგომ, რომ სოკო რჩება ნებისმიერი ბომბის, აი ესეთი დიდი ღრუბელი დადგა 1953 წლის ივლისის შემდგომ, როდესაც საბჭოთა კავშირში დააპატიმრეს ლავრენტი ბერია და დაიწყო პროცესები ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ. ლავრენტი ბერიას პროცესები არ იყო მხოლოდ მის მიმართ პერსონალურად მიმართული, აქ აგრეთვე იყო მის კლანში ჩართული ადამიანების წინააღმდეგ მიმართული პროცესები. ამიტომ ამან სისტემისგან დამოუკიდებლად, ან საბჭოთა კავშირის ინტერესებისგან დამოუკიდებლად,
ერთი მხრივ, რა თქმა უნდა, მიიღო ის შედეგი, რაც მათ უნდათ, რომ ბერიას დეჰუმანიზაცია მოხდა პრესის და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების გამოყენებით, მაგრამ რა თქმა უნდა, გააჩინა ბევრი შეკითხვა. თუ მარტო ბერია იყო, ის დანარჩენები რას აკეთებდნენ და რა შვებოდნენ. აი, ჩვენი ამოსავალი წერტილი ზუსტად ეს არის. სულ რამდენიმე წლის წინ გამოიცა ესეთი ძალიან კარგი დოკუმენტების კრებული, რომელიც ეხება ზუსტად ბერიას სისხლის სამართლის საქმეს. რა თქმა უნდა, ეს სისხლის სამართლის საქმე თლიანობაში რამდენიმე ასეულ ტომს მოიცავს. აქ უბრალოდ არის ამოკრეფილი ესეთი ძირითადი ნაწილები, მაგრამ ამაზე უკეთესი წიგნი ამ საქმეზე ჯერ არ გამოცემულა დოკუმენტური თვალსაზრისით. ამ წიგნიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული მასალების გაცნობის შემდგომ შემიძლია ეს შემდგომი დასკვნები და ჩემი ნაზრები შემოგთავაზოთ თქვენ. აი 53 წლის პროცესების შემდგომ იკვეთება ესეთი რამე, რომ ჩეკისტები არიან ჩვეულებრივი ხალხი. თუ ძირითადად ადამიანს, რომელიც ამ დოკუმენტებში არ არის გარკვეული, ან ვერ კითხულობს, ან რატომ უნდა წაიკითხოს გულწრფელი თუ იქნები, ჩდება ესეთი რამე, რომ ჩეკისტი ხშირად წარმოდგენილია როგორც რაღაც განსაკუთრებული ტიპის ადამიანი, როგორც განსაკუთრებული ტიპის ვიზუალურად რო გამოიყურება და ასე შემდეგ. არა და ესეთი რამე არ არის. ჩეკისტი არის ჩვეულებრივი ადამიანი, თუ მას ამ შინსახკომის თანამშრომლის ფორმას გახდი, ვიზუალურად ვერც გაარჩევს ხვებისგან. გარდა ამისა, აი ამ ბერიას პროცესების დროს აღმოჩნდა, რომ ჩეკისტები, რომლებიც ერთი შეხედვით ძალიან პრინციპულები არიან და გეგონება, რომ ისინი საკუთარ პრინციპებს არასდროს არ უღალატებენ და არც ბერიას ერთგულებას არ უღალატებდნენ, ნუ რას უკაცრავად ესე არ აღმოჩნდა ეს საქმეები. ბერიას პროცესში პირველ ჩვენებას ყველა ამბობს, რომ შეცდომი დამაპატიმრეთ, მე რაშუაში ვართ ამ დაპატიმრებაში, მაგრამ მეორე დაკითხვისას, მესამე დაკითხვისას უკვე რომ მიხვნე, რომ ბერია დაპატიმრებულია და მათი კლანის ამბავი ცუდად წავიდა, ყველამ დაიწყო ბერიაზე მითითება, რომ ეკითხებია სიტყვაზე, რატო დააპატიმრეთ X ადამიანი, ხო, სახელი და გვარი. ის აუცილებლად იტყვით, ეს იმიტომ დავაპატიმრეთ, რომ ხალხის მტერმა ბერიამ მოგვიწოდა ჩვენ, რომ ესენი დაგვეპატიმრებინა და გაგვენადგურებინა. დაახლოებით 2 კვირაში ბერია ამ ჩეკისტებისთვის, რომლებმაც რეალურად განაპირობა მათი კარიერა, სოციალური სტატუსი და ასე შემდეგ პრივილეგიები, 2 კვირის ვადაში ხდება ხალხის მტერი, საძრახისი ადამიანი და რომ მან ბერიამ შეიყვანა ეს ხალხი ყველანი შეცდომაში, თორე თავად ამის არც გაკეთება ჰქონდათ და არც არაფერი არ უნდოდათ. რა თქმა უნდა, ესენი ამას ყოველთვის ცდილობენ, რომ როგორღაც გამოწვნენ, ანუ პოლიტიკურად აჩვენონ, რომ ახალ სიოს მოერგნენ, მაგრამ არ გამოსდის ესე. 1956 წლამდე ამ პროცესებში, სადაც შინსახკომის თანამშრომლებს იჭერენ, მხოლოდ საკრიტიკის ობიექტი არის ბერია, მაგრამ 56 წლის ამ ცნობილი მეოცე ყრილობის შემდგომ, როდესაც დაიგმო სტალინის პიროვნების კულტი, ეს უკვე შევიდა დაპატიმრებულ შინსახკომის თანამშრომლებში, რომლებმაც უკვე ჩვენებებში ამატებენ შემდგომ ფრაზას. ჩვენ ტერორი საქართველოში დაგვავალა ხალხის მტერმა ბერიამ და სტალინმა, იმიტომ რომ მისი პიროვნების კულტიდან გამომდინარე ჩვენ იძულებული ვიყავით. ანუ ის რაც გარეთ იყო დისკუსია წამებში შევიდა აი ამ ჯურღმულებში, სადაც წესიდარიგით ეს ინფორმაცია ოფიციალურად ნელა უნდა აღწევდეს და აი ამ ჩვენებებში უკვე ბერიასთან ერთად სტალინიც არის ამ რეპრესიებში დადანაშაულებული. ამიტომ ჩეკისტები ესეთი სიძლიერის და გარეგანი დაუნდობლობის მიუხედავად, როდესაც მათ ფუნქცია შეცვალეს და ისინი დასხდნენ განსასჯელის სკამზე, ძალიან ესე ხდალად იქცევიან და ვერ არიან მოწოდების სიმაღლეზე, როგორც თავად უყვარდათ სხვებისგან მოთხოვნა რაღაცეების. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა კავშირში და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომაც აი ამ შინსახკომის თანამშრომლების მიმართ არასდროს არ ყოფილა სამართლებრივი დავა, რატო აპატიმრებდნენ ისინი ამ ხალხს და არავის
საბჭოთა კავშირის არსებობის მანძილზე კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუსვამს თვითონ რამდენად სამართლიანი იყო სისხლის სამართლის კოდექსში არსებული 58 მუხლი, ეს ყველაზე მძიმე მუხლია პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაპატიმრება, რამდენად სამართლიანი იყო ამ მუხლის შემოღება, რამდენად შეესაბამებოდა ეს მუხლი არსებულ რეალობას და რამდენად შეესაბამებოდა ესა თუ ის ადამიანი ამ მუხლის ქვეშ რო გასულიყო. ამიტომ არის რომ რეაბილიტაციის პროცესი ძალიან ნელა მიდიოდა და საბჭოთა კავშირი ისე დაინგრა რომ რეპრესიებში მოყოლილ ადამიანთა რეაბილიტაცია ბოლომდე დასრულებული არ იყო და უკვე შემდგომში დამოუკიდებელმა სახელმწიფოებამ შესაბამისი ნორმატიული აქტებით მოახდინეს ამ ადამიანების რეაბილიტაცია, მაგრამ თავად დისკუსია უკვე ისტორიის საკუთრება გახდა და აქაც დიდად წინ ვერ ვართ სამწუხაროდ ამ განხილვებში. გარდა ამისა, შინსახკომის თანამშრომლების ერთ-ერთი შეკითხვა იყო, რომ ნუ თუ არ აწუხებდათო ამ შინსახკომის თანამშრომლებს აი ამდენი ადამიანის დაპატიმრება ან დახვრეტა, ნუ რაღაც დონეზე იღლებოდნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ განვაზოგადოებთ ამ შეკითხვას, უნდა ვთქვათ, რომ არ აწუხებდა ძალიან მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ 58 მუხლი ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, რომელსაც რამდენიმე პრიმა მუხლი აქვს და შესაბამისად დაპატიმრებული ადამიანი მათთვის არის დეჰუმანიზებული, მას არანაირი ადამიანური განზომილება არ გააჩნია, ის არის მტერი. მტერია მისი ამ ჩეკისტვის თვალთახედვით, შინსახკომელის გონებით მათი ყოველდღიურობის, მომავლის, პოლიტიკური სისტემის, პარტიის, რომელიც ყველაფერს აერთიანებს, ამიტომ მათი დახვრეტა, დაპატიმრება ეს მორალური დილემა არ არის. აქ შეიძლება უბრალოდ ფიზიკურად დაიღალო, უსიამოვნება გქონდეს, იმიტომ რომ ნაცნობი შეგხვდეს და ეს არ არის კომფორტული, მაგრამ მთლიანობაში სისტემის თვალსაზრისით ეს არანაირ მორალურ დილემას შინსახკომის თანამშრომელს არ უყენებს. გარდა ამისა, შინსახკომის თანამშრომლები მაინც უფრო ჩახურული ხალხი არიან. მათ აქვს თავიანთი სისტემა, ისინი მეგობრობენ ძირითადად ამ სისტემაში მყოფ ადამიანებთან და მომუშავე ადამიანებთან და რა თქმა უნდა, ისინი ყოველდღიურობაში გამოირჩევიან მათი აი ამ ჩაცმულობის სტილით, იმიტომ რომ მათთვის ეს ფორმის ტარება და რეპრეზენტაცია, რომ ისინი არიან შინსახკომის თანამშრომლები, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. გარდა ამისა, ზუსტად ამ შინსახკომის თანამშრომლებში იყო ესეთი ცნება, მე მგონი ნაწილობრივ დღემდეა შემორჩენილი, ეგრეთ წოდებული გრაჟდანები, ანუ მოქალაქეები და დანარჩენი, ანუ თვითონ, ანუ ეს მიჯნა, სად გადის მოქალაქე და სად იწყება მათი ჩემთვის ძალიან რთული აღსაქმელია, მაგრამ მათთვის ეს არსებობს, ანუ აი ეს თანამშრომლები, ანუ სისტემაში მომუშავე ხალხი მაინც უფრო განსაკუთრებულია შინსახკომელების თვალთახედვით. ამიტომ არის, რომ ციხეშიც კი მათ განსაკუთრებული პირობები უნდა შეექმნათ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ამ შინსახკომელებზე, ხანდახან ადამიანებს გონია, თუ ესენი სულ რევოლვერით დარბოდნენ და ესე, ანუ ეს მუდმივი ორთაბრძოლები იყო ქუჩაში და სულაც არ იყო. ეს ხალხი ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა. ბევრი მათგანი ძალიან ჩართული იყო მონადირეთა კავშირის აქტივობაში და ნადირობდა, ზოგი სვამდა, ერთობოდა, ბევრი მათგანი სპორტით იყო გატაცებული და ამ სპორტულ აქტივობებში ღებულობდა მონაწილეობას. ზოგი საკმაოდ ესე ღრმა სიბერეშიც კი ცდილობდა, რომ ფიზიკური ფორმა შეენარჩუნებინა, ევარჯიშა და ეს ყოჩაღად ყოფილიყო ასაკთან შედარებით. ამიტომ ისინი ამ თვალსაზრისით აბსოლუტურად ჩვეულებრივები არიან. ამ კომენტარებში როგორ ცხოვრობდნენ, ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ, იმიტომ რომ მათთვის ეს მორალური დილემა არ იყო. გარდა ამისა, ეხლა მე კი ბევრი ვილაპარაკე ამ ბერიას წინააღმდეგ ამ პროცესებზე, მაგრამ ნუ საქართველოს შემთხვევაში რო ვთქვათ, აი 26-დან 38 წლამდე უხეშად 20,000 ადამიანზე მეტია ამ ჩეკისტების ხელში გავლილი, მაგრამ 50-იან წლებში რო დავითვალე 20-მდე ჩეკისტია მხოლოდ და მხოლოდ ბერიას კლანის ჩათვლით გასამართლებული იმის გამო, რასაც აკეთებდნენ 30-იან წლებში. ანუ მასშტაბები რო შევხედოთ, შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ
უმრავლესობას ის, რასაც აკეთებდა, სიცოცხლის ბოლომდე ჩვეულებრივად არ შეუშლია კარიერაში და ცხოვრების გაგრძელებაში არანაირად ხელი. უფრო მეტიც შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ბევრ მათგანს ძალიან შვიდი სიბერე ჰქონდა და 90-იან წლებში რამდენიმე მათგანი მაგალითად წავიდა, არ მოეწონათ ეს დაშლის შემდგომ არსებული საქართველოში ყოფნა და ზოგმა რომელ ქვეყანაში უკვე ასეთ ღრმა ასაკში გააგრძელა ცხოვრება. სამწუხაროდ მე მათთან ვერ მოვასწარე ინტერვიუების ჩაწერა, იმიტომ რომ მე რომ ამ საკითხით დავინტერესდი, პრაქტიკულად მათგანი დიდი უმრავლესობა ცოცხალი არ იყო. მე ყოველ შემთხვევაში ვერც ინტერვიუ ჩავწერე და ვერც დაველაპარაკე. სამაგეროდ ბევრი ვიმუშავე მათ შვილებთან და შვილიშვილებთან, რომელთა უმრავლესობამ ხშირ შემთხვევაში არ იცოდა მათ წინაპარს, ბაბუას ან მამას, რა თანამდებობა ეჭირა შესახკომში. მხოლოდ იცოდნენ სამხედრო წოდება, აი დავუშვათ იყო პოლკოვნიკი, მაიორი თუ რა, ეს იცოდნენ. დანარჩენი რომელ განყოფილებაში მუშაობდა, რას აკეთებდა და ასე შემდგომ, რა თქმა უნდა, ამის შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდა. სახლში ესენი ჩვეულებრივი ხალხი არიან, ეს ჩეკისტები ისევ და ისევ ბევრჯერ მიწევს გამეორება, მაგრამ რო გავიმეორე, ანუ ზოგი ბაბუა შვილიშვილზეა გადამკვდარი, ზოგი ჯაჯღანა, ზოგი უნდა რომ შვილიშვილი სპორტით დაკავდეს, ზოგს უნდა მუსიკით და ასე შემდეგ. ამიტომ მათი ეს წარსული, რომელიც ეხლა ხდება ცნობილი ამ არქივების დოკუმენტების წაკითხვის შემდგომ, მათი ოჯახების ყოველდღიურობაზე გავლენას არ ახდენდა. იყო რამდენიმე შეხვედრა, როდესაც აი ამ ჩეკისტების შთამომავალს, როდესაც მათ ბაბუაზე რაღაცები მოუყევი და მე თვითონ ნახეს საარქივო დოკუმენტები, ორმა ინტერვიუზე უარი მითხრა მარტივი მიზეზის გამო, რომ ემოციურად ვერ შეუძლიო ამაზე ლაპარაკი, ანუ ჩვეულებრივად ცუდად გახდნენ იმ დღეს და ესე ემოციურად ძალიან განიცადეს და ესეთი ქენჯნა აქვთ დღესაც რომ ხვდებიან, აი რაღაც მორალური, რომ თითქოს რაღაც უნდა გამოისყიდონ, მაგრამ ლოგიკა ის არის, რომ ეს ადამიანი ბაბუასთან არაფერ შუაში არა ის მან გააკეთა, ხო? მაგრამ მეორე მხრივ ისეთია მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანი ესე განიცდის და გრძნობს ამ პასუხისმგებლობას. მე წინააღმდეგი ვარ ვინმეს დამუნათების ამის გამო, მაგრამ მეორე მხრივ ეს მნიშვნელოვანი ასპექტია აი ამ პერიოდის ესე გააზრებისათვის. მთლიანობაში რო შევხედოთ ამ სიტუაციას და ამ შესახკომის თანამშრომლების ყოფას და მთლიანად თუ ესე ვიტყვით, ესე ჰანა არენდის ცნობილ ფრაზას თუ ვიხმარ, ძალიან ბანალურია ეს რეპრესიებიც და შესახკომის თანამშრომლების ცხოვრებაც, ეს აბსოლუტურად ბანალურია, ეს არაფერი უნიკალური ამაში არ არის, ასე თქვათ, კვლევის და ამის თვალსაზრისით, მაგრამ როდესაც ამ ბანალურობას ვამბობ, ეს არ არის არაფრის თქვენი სიტყვა, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება პროცესისთვის ბანალურია, მაგრამ ამ ბანალურობაში რამდენიმე ათასი ადამიანის ცხოვრება და შემდგომში მომავალი არის დანგრეული. ამიტომ ეს ისეთია შედარებითი კატეგორია და როდესაც ამას ვსაუბრობ ამ ბანალურობაზე და იმას, რომ ეს ჩეკისტები არსად არ გამქრალან საბჭოთა პერიოდში და ყველა არ დაუჭერიათ, ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, გეოლოგი ილამაზ მიწიშვილი, რომელიც ჩემზე ბევრად უფროსი იყო, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და მამამისი ნიკოლო მიწიშვილი იყო 37 წელს რეპრესირებული ადამიანი. და ერთხელ ბატონი ილამაზი რაღაცებზე მესაუბრებოდა მამამისზე, მის ოჯახის ბედზე და ასე შემდეგ და მან მითხრა, რომ როდესაც მას აგზავნიდნენ სირიაში, რომ საბჭოთა გეოლოგებს ესწავლებინათ სირიელებისთვის ნავთობის მოპოვება, ჭაბურღილები და ასე შემდეგ ბევრი გეოლოგი იყო ჩართული, მათ შორის ბატონი ილამაზიც ამ პროცესში, მისი პირად საქმეს კითხულობდა მაშინდელი აწ უკვე კგბ, ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი. და მან ბატონი ილამაზს კითხეს, რომ ესო მამა შენი არისო, ნიკოლოზე, ბატონი ილამაზმა თავი დაუქნა, კი მამა ჩემი.
შენ ისეთი საზიზღარი მამიშვილი ხარ, რატო უნდა გაგიშვათ სირიაში, არ ვიციო და ეს ხდება 70-იან წლებში. ბატონმა ილამაზმა მაშინ მითხრა, რომ მთელი ის უბედურება, რაც გამოვიარე ბავშვობაში, იმის გამო, რომ სულ იმ დედაც და მამაც რეპრესირებულები ყავდა და მეგონა, რომ აი რა დაიწყო რეაბილიტაცია და ამოვისუნთქე და ეს ჩეკისტები გაქრნენ და აღარ ჩანან, აღმოჩნდა, რომ არსად არ ყოფილან და აი ამ ერთ-ერთ მისი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვან ეპიზოდში თავი იგრძნო სრულიად დამცირებულად და ესე უსუსურად, რაც თავარია. ამიტომ აი ამ შეკითხვებს რაც იყო YouTube-ზე ესე გავეცი მეტნაკლებად პასუხი და ხო, ეს არის პროცესი, როგორც სამწუხაროდ ხანდახან ისტორია არსებობს და მუშაობს.